სოფლიო თანამეგობრობა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით კვლავ საგანგებო რეჟიმშია. გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი რიგგარეშე სხდომა რუსეთისთვის სანქციების დაწესება ევროსაბჭოს მინისტერიალზე და ამერიკის მხრიდან ყველა სახის თანამშრომლობის შეწყვეტა. რა განცხადებები გააკეთეს მსოფლიო ლიდერებმა, სოფო მაკაცარია აგრძელებს თემას პირდაპირ ეთერში. სოფო, გისმენთ. სკანდალური განცხადება გააკეთა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა. მან გაეროს უშიშროების სხდომაზე, რომელიც სპეციალურად რუსეთის თხოვნით დაინიშნა, წარმოადგინა წერილი, რომელიც არის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ გაგზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის. ამ წერილში ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინს ვიქტორ იანუკოვიჩი თხოვდა შეეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმისთვის, რომ დაემყარებინა წესრიგი. წერილი 1 მარტით არის დათარიღებული. წერილში ნათქვამია, როგორც უკრაინის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ მაიდანზე განვითარებული მოვლენები და ხელისუფლების უკანონო მიტაცება მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზეა. ადამიანების სიცოცხლე, უსაფრთხოება და უფლებები უკრაინაში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთში საფრთხის ქვეშ დგას. ღია ტერორი და ძალადობა დასავლეთის ქვეყნების ხელშეწყობით მიმდინარეობს. ადამიანებს პოლიტიკური და ენობრივი ნიშნით დევნიან. ამასთან დაკავშირებით მიმართავ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. რომ გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები კანონიერების წესრიგის აღსადგენად და უკრაინის მოსახლეობის სტაბილური ცხოვრების დასაცავად. უკრაინაში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციისთვის სანქციებს რუსეთს უწესებს ამერიკის შეერთებული შტატები. ყველანაირ სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს შეერთებული შტატები რუსეთთან. ეს განცხადება გაკეთდა პენტაგონში. შემდეგ კი უკვე უკრაინის თემას ისევ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ქმედებები. სოფლიო ერთიანდება იმ პოზიციაზე, რომ ის ნაბიჯები, რაც რუსეთმა გადადგა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. ის ასევე წინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობასაც. ჩვენ გავაკეთეთ მკვეთრი განცხადებები ნატოსა და დიდ შვიდეულში, სადაც დავგმეთ რუსეთის ქმედებები. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის დროებით მთავრობას, რისი დემონსტრირებაც ჯონ ქერის ვიზიტი იქნება კიევში. ასევე სანქციების თემაზე იმსჯელეს გუშინ გვიან ღამით ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მათ გადაწყვიტეს, რომ რუსეთთან შეწყდეს მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ და ასევე საბაზისო შეთანხმებაზეც. მოვუწოდებთ რუსეთს დაეთანხმოს უკრაინის მოთხოვნას კონსულტაციების ჩატარების თაობაზე, რომელშიც ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერებიც იქნებიან ჩართულნი. იმის გამო, რომ რუსეთი არ მიმართავს დეესკალაციის გზას, ჩვენ გადავწყვეტთ, რა შედეგები ექნება ამ ფაქტს ორმხრივ ურთიერთობებზე რუსეთსა და ევროკავშირს შორის. საუბარია ორმხრივი მოლაპარაკებების შესაძლო შეწყვეტაზე და სავიზო შეზღუდვებზე. ასევე ცნობილი გახდა სულ ცოტა ხნის წინ, რომ სატელეფონო საუბარი შედგა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დიმიტრი მედვედევს შორის. ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ დღეს ასევე ჩავა უკრაინაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერიც. დიდი მადლობა მსოფლიო ლიდერების განცხადებების სოფო მაკაცარიამ გაგვაცნო.